როდესაც ვსაუბრობთ ფარნავაზზე, ხშირად ის წარმოგიდგენია როგორც ნახევრად მითიური მეფე, რომელმაც ძველი ქართლი გააერთიანა. მაგრამ რატომ უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია დღეს? რაში გვჭირდება ფარნავაზის მაგალითი ჩვენს 21 საუკუნეში ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვდგავართ გლობალური კონკურენციის, ტექნოლოგიური ცვლილებების და სახელმწიფოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე? პასუხი მარტივია. ფარნავაზი არის სახელმწიფო აზროვნების დასაბამი საქართველოში. ფარნავაზის ეპოქა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნე სულ სხვაგვარი სამყარო იყო, მაგრამ მისმა პოლიტიკურმა ინტუიციამ, გეოპოლიტიკურმა გათვლებმა და შიდა ორგანიზაციულმა ხედვამ შექმნა ის, რასაც დღეს ქართულ სახელმწიფოს ვეძახით. ფარნავაზის მთავარი მონაპოვარი, ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობა, ერთი ცენტრალური ხელისუფლება, საერთო ენა, სარწმუნოება და იდენტობა გვეუბნება, რომ სახელმწიფო მხოლოდ გეოგრაფია არ არის. ის არის ორგანიზებული იდეა, ერთიანობა განსხვავებულთა შორის. დღეს, როდესაც საქართველოზე გადის არაერთი გეოპოლიტიკური ინტერესი, ჩვენ ისევ გვჭირდება ფარნავაზის მსგავსი ხედვა. დარიალის საკონტროლო ფუნქცია მაშინდელი გეოპოლიტიკის საკვანძო ელემენტი იყო. ფარნავაზმა გადმოსასვლელები გადააქცია დამოუკიდებლობის ინსტრუმენტად. დღესაც ინფრასტრუქტურა, სატრანზიტო ფუნქცია და ენერგობალანსი არის ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის ბერკეტი, თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ. მოსწავლე მან ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელიც ფიქრობს, რაში მჭირდება ფარნავაზი. უნდა იცოდეს, რომ ფარნავაზის მსგავსად მასაც შეუძლია შექმნას წესრიგი იქ, სადაც ქაოსია. ფარნავაზმა ბავშვობაში დაკარგა ყველაფერი, მამის სახლი, მმართველობა, სამშობლო, მაგრამ არ დანებდა. მან გააერთიანა ხალხი, დაიბრუნა ძალაუფლება და საფუძველი დაუდო მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას. ფარნავაზის ისტორია რეალურად არის ისტორია იმაზე, როგორ უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი გონიერებით და არა ძალით მხოლოდ. როგორ უნდა ავაგოთ სახელმწიფო თანასწორობის პრინციპზე და არა მიკერძოებაზე. ფარნავაზმა ქუჯის დახმარებით დაამტკიცა, რომ რეგიონული ლიდერების ინტერესების გათვალისწინება არის სტაბილური სახელმწიფოს საფუძველი. მოდით გავიხსენოთ სხვა ეპოქებიც, მაგალითად ისევ დავით აღმაშენებელი, რომელიც აგრძელებდა ფარნავაზის იდეას ერთიანობისა და ძლიერი ცენტრის შენარჩუნების გზით. ან ილია ჭავჭავაძე, რომელიც ქმნის ეროვნულ თვითშეგნებას ენით, სარწმუნოებით და წარსულის ღირებულებებით ისევე როგორც ფარნავაზი. დღეს, როდესაც მსოფლიო ცვლილებების ზღვარზე დგას, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიური რეალობა, კლიმატური კრიზისი თუ საფრთხოების გამოწვევები, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გვაქვს ისეთი, რაც გამოგვარჩევს. ფარნავაზის მსგავსად ეს არის ენაც, იდენტობაც, სივრცის მართვაც, ერთიანობის იდეაც. ნებისმიერი სცენარი, კონფლიქტის ესკალაცია, ეკონომიკური კრიზისი ან კულტურული ღვევა, ჩვენ ყოველთვის მოგცემს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ ფარნავაზის პრინციპებთან. გაერთიანება, სახელმწიფოებრივი ხედვა და იდენტობის შენარჩუნება. ფარნავაზი არა მხოლოდ ისტორიაა, ის ჩვენი მომავლის სახელმძღვანელოა.